34 წელი გავიდა იმ დღიდან, რომელმაც საქართველოს უახლესი ისტორია შეცვალა. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ოჯახები ერთმანეთს დააშორა, ადამიანებს საკუთარი სახლები დაატოვებინა და ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი კვალი დატოვა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში რუსეთის გარანტიებით ორ მხარეს შორის 27 ივლისს დაიდო. შეთანხმება 16 სექტემბერს დაირღვა, როდესაც სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვეს და სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. შეთანხმების მიხედვით საქართველოს ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი კონფლიქტის ზონიდან უკვე გაყვანილი ჰყავდა. მძიმე ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა. სოხუმის აღების შემდეგ სეპარატისტმა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის ხოცვა დაიწყეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები ჟიული შარტავა, მამია ალასანია, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზო უკლოდ დაიკარგა. რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს, კოდორის ხეობის გარდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, რის შემდეგაც აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლიდან გავიდა. ბრძოლებს უმძიმესი ადამიანური ტრაგედია მოჰყვა, დაიღუპნენ სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ათასობით ოჯახმა დაკარგა საყვარელი ადამიანი, ასობით ადამიანი უგზო უკლოდ დაიკარგა, დაახლოებით 300,000 ადამიანი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. ბევრმა წასვლისას მხოლოდ ის შეძლო, თან წაიღო, რაც ხელში მოხვდა. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ადამიანების დიდ ნაწილს ეგონა რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში, ან თუნდაც რამდენიმე თვეში საკუთარ სახლში დაბრუნდება. მაგრამ რამდენიმე დღე წლებად იქცა, წლები კი 10 წლეულებად. ომი შეიძლება ბრძოლის ველზე დასრულდეს, მაგრამ ადამიანისთვის ის ყოველთვის არ მთავრდება. დევნილებისთვის ომი გაგრძელდა ახალ ქალაქებში, დროებით საცხოვრებლებში, ახალ რეალობაში, რომელშიც მათი საკუთარი ცხოვრების თავიდან დაწყება მოუწიათ. გაგრძელდა მონატრებაში, მოგონებებში და იმ კითხვაში, რომლებიც წლების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა, როდის დავბრუნდებით სახლში. 34 წლის შემდეგ მთავარი სურვილი სწორედ ის არის, რომ მომავალმა თაობებმა ომი მხოლოდ ისტორიიდან იცოდნენ, რომ აფხაზეთი მათთვის მხოლოდ ომის, დაკარგვისა და დევნილობის სიმბოლო არ იყოს, რომ შესაძლებელი გახდეს მშვიდობაზე საუბარი და ის დღე დადგეს, როდესაც ადამიანებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ. 34 წელი გავიდა, მაგრამ ომმა ვერ წაშალა მოგონებები, სახელები და ვერ წაშალა საკუთარი სახლის ხსოვნა, რადგან ადამიანის სახლი მხოლოდ კედლები და მისამართი არ არის. სახლი ის ადგილია, სადაც მისი ისტორია იწყება და ამიტომ 34 წლის შემდეგაც აფხაზეთი ბევრისთვის ისევ მშობლიური სახლია. სახლი, რომელიც ახსოვთ, ენატრებათ და რომლის დაბრუნების იმედით წლების მიუხედავად არ გამქრალა.